მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამოვარსკვლავები გვამსტობენ, მე ასტროლოგი ტელეძამყვანი მიხეილ ცაგალი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ჩვენ ისევ საუბრობთ ასტროლოგიაზე. მოვლენებზე თუ რა არის მოსაუბნელი ცისკაბადონზე ახლოს ერთი კვირის განმავლობაში საუბარია 17-23 ნოემბრის შუალედზე და რა ტენდენციები იქნება, რა იქნება გასათვალისწინებელი უფრო მეტად, რას გვიქადიან ვარსკვლავები, პლანეტები და მანათობლები. უბრალოდ სკოლისა, ესე იგი დავიწყოთ იმით, რომ დედამიწის ენერგოველი კვლავ პოზიტიურია, რაც ძალიან კარგია, ის გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირა ძალიან აქტიურად განვლოთ, იმიტომ რომ პოზიტიური ენერგოველი ყოველთვის გაძლევთ იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიურად იმოქმედოთ, ინიციატივა გამოავლინოთ, გარკვეული რეალიზაცია მოახდინოთ თქვენი იდეების შესაძლებლობებისა და ამასთან ერთად ისიც გავითვალისწინოთ, რომ რადგან ახლა პლანეტა მერკური უკუმავალია, თქვენ გავსწროთ ალბათ, ხო, ჩვენ თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ 9 რიცხვიდან, რადგან იგი დაიწყო უკან მოძრაობა დაიწყო, მანდა უკუმავლობა, ანუ ეგრეთ წოდებული 29 რიცხვამდე. ჩვენ მაშინ დავაანონსეთ, რომ აუცილებლად იქნება უკვე მათ შორის გზებზე სხვადასხვა სახის საცობები, რასაც ხედავთ კიდეც, ხო, ტრადიციულად. ნუ ეხლა თუ არ ჩავკრით ეხლა დღევანდელ დღეს კვირას, როცა ასე თუ ისე ხალხი ისვენებს და ნაკლებია მანქანები, აი ორშაბათიდან ხვალიდან ისევ შევატყობთ რა ხდება და რა საცობები ჩნდება. ეს ამასთან დაკავშირებული და უკუმავალი, ანუ რეტროგრადული მერკური ასევე ცოტა მეცერთულებს უქმნის ახალი იდეების, ახალი პროექტების რეალიზაციას, მაგრამ ის რაც უკვე გარკვეულწილად თქვენ დაიწყეთ, იმის რეალიზაციას ხელს არ უშლის. უბრალოდ აი სიახლეები ნაკლებად, მაგრამ რაც უკვე დაწყებულია, ის შუანერად წარიმართება და სხვა შორის ურთიერთგაგებას თანდათან მოიმატებს, იმიტომ რომ დედამიწის პოზიტიური ენერგოველი მთლიანობაში კარგად მოქმედებს ყველაზე, რაც უდაოდ კარგია. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს ამ კვირისა პირობებში მოიტავნიშოთ, რომ 20 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, ნაწილობრივ სხვა რიცხვებიც, მაგრამ დავიწყოთ 20-ით. 20 ნოემბერს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, მოგეხსენებათ, რომ ეს ის დღეა, როდესაც მზის და მთვარის შეერთება ხდება, ენერგიათა შეერთება მორიელი ზოდიაქოს ნიშანში. ეს რასკვლელი მოვლენა მეტად განაპირობებს აგრესიულ, დეპრესიულ ტენდენციებს, სხვადასხვა სახის თუნებებს, შესაბამის დაშვების ალბათობას. აი ამ დღისთვის არაფერი მშვენი არ დაიწყოთ. აქ ტრაუმატული ტენდენციებიც მოიმატებენ. აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ ჯობია, რომ არაფერი ვითუმეტეს ახალი არ დაიწყოთ, არავითარი ხელშეკრულებები, არავითარი მოლაპარაკებები, მათი უმრავლესობა არ წარიმართება ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ. ამიტომ ახალმთვარეობის ეს ცოტა რთული დღე ვეცადოთ ყოველთვის, ანუ ხუთშაბათი დღე ცოტა ფრთხილად წინდახედულად განვლოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს, არანაირი კონფლიქტები, საქმეთა გარჩევა და ასე შემდგომ. ესე იგი 20 რიცხვი გავიაროთ 7-ად. 19-ში, ესე იგი მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა, ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ასევე გარკვეულწილად მორიელი ზოდიაქოშია და აქედან გამომდინარე ცოტა გააღვიებს აი ამ ახალმთვარეობის წინ მორიელის ნეგატიურ თვისებებს, როგორც არის წყენა, დაუშვათ სამაგეროს გადახდის სურვილი, სიჯუტე, ზედმეტი პირდაპირობა, ცოტა სარკასტულ-გესლიანი გამოთქმები და ამ ხრივად ცოტა ვიღოთ ყურადღებით, როგორც 20-ში, ასევე ნაწილობრივ 19-ში საღამოს და 22 რიცხვი არის მნიშვნელოვანი 5 საათზე დილით და 37 წუთზე მზე ტოვებს მორიელი ზოდიაქოს ნიშანს და გადაანაცვლებს უკვე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დილის 5 საათზე 37 წუთზე უკვე დაიბადებიან ბავშვები, რომლებიც მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით იქნებიან დაავადებულები, მაგრამ 5 საათზე 36 წუთზე ჯერ კიდევ მორიელები იქნებიან. ამიტომ ეს მათ საყურადღებოდ ვინც ეუდება ამ კვირაში ბავშვის გაჩენას და აი რომ იცოდეთ ზოდიაქოს მათი ნიშნები და უკვე შაბათიდან 22 რიცხვიდან ესე იგი მზე გადადის დილიდან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და უკვე აქედან თავისთავად ჩვენ გადავდივართ ახალ ენერგოველში, რომელსაც ცეცხლის სტიქია ეწოდება და მშვილდოსნის ზოდიაქო. აქედან გამომდინარე, მშვილდოსნის ზოდიაქოს ეტლივ ახლოს ერთი თვე 22 რიცხვიდან უკვე გვიმასპინძლებს და რასკვლელი მეტად განავითარებს ადამიანებში ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბილურობას, გონებამახვილობას, ენთუზიაზმს, ხასიათის ორგაზმულ მონაცემებს, ენერგიას, მაგრამ ამავდროულად განავითარებს სულსწრაფობას, პულის უკარათო ხარჯვისად მიდრეკილებას, კვლავ აქტუალური იქნება აქ სარკასტული გამოთქმები, რასაც ჭირდება რასკვლელი ცოტა მეტი ყურადღება. აი ეს ტენდენციები ძირითადად ველოდება, ასე ვთქვათ, ძირითადი მოვლენები ამ კვირისა, თუმცა ნუ კიდე შევეხებით ამ თემას. ეს მთლიანობაში ვთქვათ, რომ კვირა არის ცუდი, იმიტომ რომ პოზიტიური ენერგოველი მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეული ტენდენციები პოზიტიურად გარდაქმნათ, თუმცა 20 რიცხვი ახალმთვარეობა ყველა ვარიანტში ითხოვს ცოტა მეტ სიფრთხილეს
ყურადღებას და ასე ვთქვათ, არაფერი მშვენს სარისკო ამ დღისთვის არ დავნიშნოთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ყველა შეიგრძნობს ასეა თუ ისე უფრო მეტ სასიკეთო ტენდენციებს. ნუ დავიწყოთ ვერძით, პირველ რიგში ვერძებო. აქ ძალიან კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, საერთო ენის მოსაძებნად კონსენსუსისათვის, იდეების და საქმეების რეალიზაციისათვის და სხვათა ისეთ გაწყვეტილებებს მიიღებთ, რომ ეს თქვენთვისაც და პარტნიორისთვისაც ორისთვის იქნება სავსებით მისაღები. ნაყოფიერი პერიოდი როგორც საქმიანი კუთხით, ასევე ბიზნეს სფეროში, აქ შეიძლება ახალი სტრატეგიული გეგმებიც დაისახოს. პერიოდი ერთადერთი რასაც კვლავ ითხოვს თქვენგან არის საიდუმლოს დაცვა. ანუ ენასკველი დააჭირეთ წინ და წინ არ გათქვათ. რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, თორე ყველაფერი უკვე მოწავა. თუ ამას შეძლებთ, მაშინ სხვა მხრივ პერიოდი არ იქნება ცუდი, თუმცა ისე წაგვიშვათ, რომ თანდათან ამ კვირიდან იმასაც იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა მატულობს თქვენ ენერგოტონუსი. ჯერ არა საკმარისად იმისთვის, რომ თქვენ დაუშვათ გადაიტვირთოთ და რაღაც ზედმეტი აიღოთ საკუთარ თავზე, არა. მაგრამ ნელ-ნელა წინა კვირისგან განსხვავებით, უკვე ამ კვირაში იგრძნობთ, რომ თანდათან გემატებათ ენერგია. ენერგოტონუსის მატება სწორედ ამას ნიშნავს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შემდეგ კვირა ენერგიის მატების კუთხით და შრომის წინააღმდეგ დღის კუთხით იქნება კიდევ უფრო ეფექტური და უფრო შთამბეჭდავი. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კურო ებო პერიოდი მთლიანობაში ძალიან კარგია, თქვენ ენერგოტონუსი მდგრადია, ჯანმრთელობაც მდგრადია, ემოციური სტაბილურობას თვალშესაცემია, ჰარმონიული პერიოდია. აქ მოდი ავუშვათ, რომ შინაგანი სიბრძნე მატულობს ზოგიერთ თქვენთაგან ამასთან ერთად. თქვენ გაძლევათ საშუალება, რომ კარიერულად განვითარდეთ, სხვაშორის კოლექტიური ძალის კმაყოფილება იქნება კარგი, ხელმძღვანელთა ურთიერთობა ასევე საკმაოდ კარგად წარიმართება და სოციუმში შეგიძლიათ უფრო მეტად აიმაღლოთ თქვენი ავტორიტეტი. ფინანსებს რაც შეეხება, აქ ისევ და ისევ ცოტა მეტი თავდაჭერა ფულის ხარჯვის კუთხით და ასე ვთქვათ, ნუაყვებით მაცდუნებელ წინადადებებს, რომელიც ფულთან იქნება დაკავშირებული, ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით. ეხლა კარგი პერიოდია მათ შორის პარტნიორული ურთიერთობისთვის. აი განსაკუთრებით გინდათ პირადი სასქესო პარტნიორი და გინდათ ბიზნეს საქმიანი, აი აქ ურთიერთგაგება მაღალია და ესეთ პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად დაყოფიერი. შემოქმედებითი კუთხითაც შეგიძლიათ ძალიან კარგად ამ პერიოდში წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და რასგველია თქვენი უნარები. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მოითხოვოთ, რომ პოზიტიური პერიოდია უკვე თქვენთვის თანდათან უჯებესდება ენერგოტონუსი, უყურთ არა იმდენად, რომ გადაიღალოთ და ზედმეტ რისკზე წახვიდეთ, არა ამისთვის უკეთესი პერიოდი იქნება ამის შემდეგი. მაგრამ ამ კვირაში უკვე ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ შრომის უნარიანობა მატულობს, ცოტა ენერგია გემატებათ, ანუ ენერგოტონუსი თანდათან მატულობს, მოდით ასე ვთქვათ, ამიტომ ნუ ვიჩქარებ და აღვნიშნოთ, რომ საქმიანი კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგია, თქვენ უფრო პოპულარული გახდებით საზოგადოებაში, იღბლიანობას თანდათან მოიმატებს, რაც ასევე სასიკეთოა და ეს პერიოდი ასევე კარგია იმ კუთხით, რომ აქ შეგიძლიათ რაღაცების დაალაგება. აი დავუშვათ გონებაში დაალაგოთ თქვენი აზრები და არ იყოს ქაოსი და გაორება, მერყეობა, ასევე შეიძლება სახლი დაალაგოთ, შეიძლება თქვენი ბიზნეს სფერო დაალაგეთ, ამ პარტნიორული ურთიერთობები მოაწესრიგოთ, აი იმ კუთხითაც კარგია, იმიტომ რომ ეს გაძლევს საშუალებას სხვაშორის, რომ ამ პერიოდში გარკვეული, ასე ვთქვათ, დახმარებაც მიიღოთ სხვათა მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასტაბილუროთ მეტად თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა. კარიერული განვითარების კუთხით, ხელშეკრულების დადების კუთხით, ახალ პროექტებში ჩართვის კუთხით პერიოდი ასევე მეტად ნაყოფიერი. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდი, ერთ-ერთი ფავორიტი თქვენ ხართ ამ კვირისა, იმიტომ რომ ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ინტუიცია კიდევ უკეთესია, ამიტომ მასზე დაყრდნობით სწორად შემოსაკეთებ და ეს ნიშანი საკმაოდ აქტიურია, მისი მოქმედება ფრიად ნაყოფიერია და აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც გინდათ კოლექტიური ძალის კმაყოფილება, გინდათ ინდივიდუალური საქმიანობა ძალიან კარგად წარმართება. ამიტომ თქვენი პოპულარობაც იზრდება, რეიტინგი საზოგადოებაში მატულობს და კონკურსებში ლატარებში მოწვევებს ვიღება იქნება მეტად მომგებიანი თქვენთვის, იმიტომ რომ იღბალი ახლა აშკარად თქვენს მხარეს არის. ძალიან კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობისათვის, სასიყვარულო კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის, მოდი ასე ვთქვათ, და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი აშკარად შეძლებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, ინიციატივის გამოვლენას და კარგი სხვათა შორის ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენას, რაც ასევე საგრძნობლად აწევს რეიტინგს საზოგადოებაში, თქვენს რეიტინგს. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ეს კვირა უფრო პოზიტიურია წინა კვირისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ნელ-ნელა დაიწყებს მატებას თქვენი ენერგოტონუსი და ჯანმრთელობის მდგომარეობას თანდათან უმჯობესდება.
ფონდი მეორე პარაიმდენად რომ გადაიღალოთ გადაეთვირთოთ ჯერ ამის დრო არ მოსულა მაგრამ თანდათან იგრძნობთ რომ შრომის უნარობა მატლობს უკვე ნაკლებად იღლებით განწყობა თანდათან უმჯობესდება უკვე ამ კვირიდან და ეს თვითრწმენას აძლიერებს თქვენში გარკვეული სასკეთოცლებების წინაშე შეიძლება აღვხსეთ მათ შორის სახლში ან რაღაც ისეთ საკითხები გააკეთოთ სახლისთვის რაც გაალამაზებს სახლს და ასე ვთქვათ უფრო მეტად მოგცემ საშუალებას რომ კომფორტულად იგრძნოთ თავის vagy შორის ნელ-ნელა უმჯობესდება ურთიერთობა ნათესავებთან ახლობლებთან ოჯახის წევრებთან ეს კი რას მოგცემთ კიდევ მეტად ხელშეუწყობს თქვენს ურთიერთგაგებას და ოჯახური ურთიერთგაგება და ოჯახის წევრების თანადგომა ერთიურად გაზრდის თქვენი საერთო წარმატების შანსებს და პერსპექტივებს რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნეშტი დაავადებულების საკმაოდ პოზიტიური და ან შედეგიანი პერიოდია იმიტომ რომ აქ გეძლევათ საშუალება რომ კოლექტიური ძალისხმევით გინდათ ინდივიდუალური პროექტები წარმატებებს მიაღწიოთ საინტერესო პერიოდი რომელიც ხელს უწყობს მათ შორის თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და დამატებითი შეიძლება ცოდნის და ინფორმაციის მიღებასაც კი აქ კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც კარგი პერიოდია ხელს უწყობს იგი ხელშეკრულებების დადებას მოლაპარაკებების წარმოება შეიძლება ახალი უფრო სარფიანი საქმის ან სამსახურის დაწყებასაც კი ეს არის გაუწყლება მრავალფეროვანი კონტაქტების შეხვედრების მოლაპარაკებების გზავრობის მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი აქ დებთან ძმებთან ურთიერთობა მეზობლებთან მეგობრებთან უმჯობესდება მათი მხრიდან დახმარების ტენდენციას მატულობს და სწავლისთვის ერთ-ერთი ასევე საუკეთესო პერიოდია რაც შეეხება სასწორებს აი უკვე ამ კვირიდან თანდათან იგრძნობთ რომ ერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება ნელ-ნელა ენერგია გემატება და უფრო ჰარმონიული პერიოდი აქ სტაბილიზაცია სიტუაციისა თქვენს ირგვლივ უფრო მეტად თვალში საცემი იქნება ხელს უწყობს ეს პერიოდი შემოქმედებით მუშაობას ხელს უწყობს კარიერულ თქვენს წინსვლას და შედეგიანი იქნება პარტნიორული თანამშრომლობა კოლეგებთან თანამშრომლობა თუმცა ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსების მიმართ რატომ იმიტომ რომ ფინანსური ხარჯი ან სხვის მიერ გამოყენება თქვენი ფინანსების ამ ცდელობა ესე ტენდენციები მოემატებიან ამ ხრივ იღოთ ყურადღებით შეიძლება ადრეული საქმედან დივიდენდები მიიღოთ მაგრამ ნუ რა აზრი აქვს ამ დივიდენდებს თუ ასე ვთქვათ უაზროდ დახარჯავთ ამ პულს ამიტომ ინვესტიციები კაპიტალდაბადები ითხოვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ესე ადვილად არადოთ აქ რაღაც ფინანსურ დაპირებებს სხვათა მხრიდან რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნეშტი დაავადებულებს თავარი ასე ვთქვათ ფიგურა რასაკვირველია წარმატებული ამ პერიოდში ეს არის სწორედ მორიელი მზე ახლა ჯერ კიდევ მორიელი ზოდიაქოს შემთხვევით ერგოტონუსი გაქვთ მაღალი ჯანმრთელობა მდგრადი ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივიანი უშარი მებრძოლია ზე ინტუიციურია რომელიც აძლევს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ამიტომ თქვენი შედეგიანობა მუშაობის ერთიორად მოემატებს იղბალიც მოემატებს ამიტომ თქვენი გავლენა ადამიანებზე თქვენი პოპულარობა საგრძნობად მოემატებს ეს პერიოდი კარგია კარიერული განვითარებისთვის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაგრამ კვლავ და კვლავ მაღალი გაქვთ ალბათობა იმისა რომ ისევ და ისევ ამ ესეთი ძლიერი ერგოტონუსის ფონზე კვლავ გექნებათ განსაკუთრებული სურვილი თავგადასავლებისადმი ახალი შტაბეჭდილებების მიღებისადმი და ექსტრემისადმი ექსტრემალური სახეობები მათ შორის სპორტისა ეთხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ რომ კი პერიოდი დასამახსოვრებელი იქნება მაგრამ თუ სიფრთხილეს ასე ვთქვათ არ გამოიჩენთ მაშინ შეიძლება ამ ექსტრემმა პირიქით უფრო უარესი ტენდენციები შექმნას და ასევე ცოტა ენას მიაქციეთ ყურადღება გამონათქვამებს უფრო სწორად იმიტომ რომ აქ ცოტა თქვენი სარკაზმი მატულობს რამაც შეიძლება ზოგიერთი ადამიანი გაანაწყენოს ან რაღაც არასასურველი კონფლიქტები შექმნას ამ ხრივაც იყავით ცოტა უფრო მეტად ყურადღებით რაც შეეხება ამ შვილდოსნებს სრულდება თქვენთვის ურთულესი პერიოდი დაბადების წინა ამიტომ ამ კვირიდან უკვე ნელ-ნელა იგრძნობთ რომ ენერგოტონუსი გემატება თანდათან ასე ვთქვათ უფრო შრომის უნარიანობაც მოემატებს განწყობაც გაუმჯობესდება კონკრეტულ შედეგებსაც მიაღწევთ მათ შორის საქმიანობაში შეიძლება ფინანსური დივიდენდებიც მიიღოთ და ნელ-ნელა უმჯობესდება ურთიერთობა ხელმძღვანელებთან კოლეგებთან რაც გასწრებთ იმის საშუალებას უფრო მეტად განვითარდეთ კარიერული კუთხით ბიზნეს საქმიანობით კუთხით მაგრამ ჯერ კიდევ გახსოვდეთ რომ ჯერ კიდევ მართალია ამ კვირის ბოლოს გადადის მზე თქვენ ზოდიაქოში მაგრამ ჯერ მაინც ეს კვირა ითხოვს ყურადღებას რატო ზედმეტად იმპულსური და სულსწრაფი ხართ გინდათ ფორსირება მოვლენებისა გეჩქარებათ რის გამოც შეიძლება სწორად შესაბამი დავუშვათ ჯერ კიდევ ენასკველი უნდა დააჭიროთ საიდუმლო უნდა დაიცვა და ჯერ უნდა გახსოვდეთ რომ ამ კვირაში ჯერ კიდევ ფაული მტრეები ჭორები ინტრიგები მოშორნეები ფრიად აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან რომ აქ რაიმე სახის პრობლემა არ აჩინოს შემდგომ თავი თხის ზოდიაქოს რაც შეეხება მთლიანობაში კვირა კარგია
რატომ? იმიტომ რომ ეგოტონუსი მაღალი გაქვს, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარე, მიზანსწრაფული, მომთმენია, ფრიად შარმიანია და მიმზიდველია და ეფექტურობა მუშაობის ერთიორად გაიზრდება. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის და პარტნიორების შორის საინტერესო იდეებს შემოიტანენ და მათი მოქმედება უფრო მეტად განაპირობებს თქვენში შემდგომ წინსვლას ავტორიტეტის და საზოგადოებაში. ძალიან კარგი პერიოდია ხელშეკრულებებისათვის, ქორწინებისათვის, ახალი პროექტების დასაწყებად და უშვებთ რომ მაგ გარკვეულწილად შეძლებთ საკუთარი ნიჭის უნარესახლებურად რეალიზაციას, რასაც სათანადოდ შეაფასებენ ხელმძღვანელები და კოლეგები. სხვა შორის სიახლეების დრო, ამიტომ ინტერნეტთან რაც შეიძლება აქტიური კონტაქტები და თუ რაღაც სიახლეების შემოტანას აპირებთ თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ახალი დავუშვათ ავეჯი, ან ახალი ვარცხნილობა, ან ახალი ტანსაცმელი, ახალი მეთოდოლოგია. აი ახლა არის საუკეთესო პერიოდი კიდე ეს კვირამისთვის. რაც შეიძლება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს პოზიტიური პერიოდია უდავოდ, იმიტომ რომ ნელ-ნელა უნჯებესდება ეროტონუსი ნაკლებად იღლებით, შრომის უნარიანობა მატლობს და ფინანსური კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდია. თქვენ მაგალითად შეძლებთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ საჭიროა სწორი ინვესტირებასაც კი, მსხვილ საღირლებსაც კი ამის საშუალება გვაქვს, შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა სახლში საოცრად გაალამაზოს. სახლის ერთ კარგი საღირლები გააკეთოს, გამოცვალოს ავეჯი, ან ახალ ბინაში გადახვიდეთ, ან უძრავი ქონება შეეძინოთ, ანუ ესეც შესაძლებლობა უდავოდ გააქვთ. თუ კარგი ურთიერთობა გაქვთ შენარჩუნებული ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ესეც მათი თანადგომა ხელშეუწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და შემდგომ კარიერულ განვითარებასაც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მესამე ფავორიტი ამ კვირისა არის თევზები. ერგოტონუსი მაღალი, შარპი მიზიდულობა განუმეორებელი, ფრიად კონტაქტური ხდება ეს ნიშანი, კარგი პერიოდია პროფესიონალური განვითარებისათვის და აქ მოდი ავშვათ რომ საერთო ენას ადვილად პოულობთ, არც თუ მეგობრებთან ახლობლებთ, არამედ ოპონენტებთანაც კი. მოლაპარაკება ძალიან ადვილად მიდის და ეს ის პერიოდია, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებულია, ნაყოფიერია, პოპულარობა თქვენი იზრდება საზოგადოებაში. და აქ შეგიძლიათ სხვა შორის რეკლამირება, აი რამდენჯერმე ამბობთ თევზებთან დაკავშირებით ენასკვლელი დააჭირეთ. ხო, ახლა ამას არ ამბობ, პირიქით. რეკლამა გაუკეთეთ თქვენს იდეებს, პროექტებს, გამოამზაურეთ მაქსიმალურად, პირიქით, აი ეს არის ამ შემთხვევაში უკვე თქვენი წარმატების ფაქტორი და თუ რაიმე სასამართლო პროცესში ხარ ჩართული, რაღაც პრობლემები გვაქვს, ყოველივე ამას საკმაოდ კარგად და ნაყოფიერად გაწყვეტავთ. საუკეთესო კვირა მგზავრობისა და მოგზაურობის, მათ შორის უცხოელებთან. აქტიური კონტაქტები, აი გინდოდათ საელჩოში შესვლა ან საკონსულოში, აი ეს კვირა გამოიყენეთ მაქსიმალურად. უცხოელებთან შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ხელშეკრულებები დაიდოს, უცხოეთიდან შეიძლება ინვესტიციები მოიზიდოთ. ერთ სიტყვით, რაც შეიძლება აქტიურად გაიარეთ ეს თქვენთვის მეტად ნაყოფიერი და სასიკეთო პერიოდი. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპროგნოზი ამ კვირის განმავლობაში და ეხლა უკვე ვნახოთ როგორ იქნება ცალკეული დღეები ყველასთვის და რა არის გასათვალისწინებელი ამ დღეების განმავლობაში. მაგალითად ხვალ 17 რიცხვია ნოემბრისა, გეომაგნიტური დღეა, დავიღოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ გეომაგნიტური ციტასე დღეა, როდესაც მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიზარღვან სისტემას. ამან შეიძლება იმოქმედოს წნევაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს უგუნებობა, თავის ტკივილი, სხვა სახის დისკომფორტული გამოვლინებები. ამიტომ პირველ რიგში თუ რაღაცაზე დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად წნევას მიაქცეთ ყურადღება. თუ საჭირო იქნება გამოიყენეთ ან წამვლის პროფილაქტიკა, ან ყავის მეშვეობით აწიეთ თუ წნევა დაბალია და მოიყვანოთ ეს რიგში, ამით თქვენი ორგანიზმი და გონება განწყობა. ხვალ ასევე მიაქცეთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. ანუ ეგრეთ წოდებული უკურსო მთვარე, სხვანაირად რო თქვა, დაიწყებს იგი ამოქმედებას 15 საათზე 52 წუთზე და გასტანს 24 საათამდე. მით უმეტეს ეს არის პერიოდი საკმაოდ ისეთი მდგრადი საცობებისა და მძღოლებს და ქვეით ატმოსფეროლებს ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი ყურადღება. რატო? იმიტომ რომ აი აქ სწორედ ზედმეტად დუმდება ყურადღება და ეს შეიძლება გულისხმობს საკმარისი არასასურველი ტრავმებისა და ავარიების. ამიტომ 15 საათიდან 52 წუთზე ვიმეორებ 24 საათამდე. ძღოლებო, ქვეით ატმოსფერულებო, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართვით. და ხვალ კიდევ ერთი მშვენი მოვლენაა სხვა შორის. პლანეტა ნეპტუნი ეს არის ფანტაზიების, ეს არის ინტუიციის, შემოქმედების მმართველი პლანეტა. სწორედ პლანეტა ნეპტუნი შეერთება ხვალ ეგრეთ წოდებულ საკმაოდ მძიმე ენერგიების მქონე შეატის ვარსკვლავთან. და ეს მოვლენა 30 ნოემბრამდე გასტანს და ეს მოვლენა მეტად განაპირობებს
წყალდიდობებს, ღვარწופებს და სხვა სახის ეკოლოგიურ კატასტროფებს. გააღვივებს ადამიანებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნაერთობისადმი მეტ მიდრეკილებებს. და ამიტომ ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით, რომ აი ამ ტენდენციებმა კარჩინონ თავი. და მხოლოდ დღეს რაც შეეხება მაღალი აქ ტრავმატული ტენდენციების ალბათობა შესაძლებელი იქნება ამავდროულად პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება მანდელოსნებთან, პარტნიორთანებში ემოციები და გზნობების გამოვლენა მეტად თავშეკავებულ ელფერს შეიძენს ამავდროულად. და აღნიშნოთ ისიც, რომ ხვალ სუსტდება ჯანმრთელობის კუთხით ყელი, ენდოკრინული სისტემა, თერმალები, კანის არე. ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული აუწყებლობის გარდა არ იქნება სასურველი. და ასევე ხვალ ეცადეთ არ მიიღოთ ალერგიის გამოწვევი საკვები. დადებითია ხვალინდელი დღე მშვილდოსანთათვის და ასევე მერწყულთათვის. რაც შეეხება ახლა ზეგინდელ დღეს, ეს უკვე 18 ნოემბერია, შემკარგება რა ხდება ესე იგი ზეგ. 18 ნოემბერს აქ პირველ რიგში ღამე, ვისაც არ წინავს და არიან ასეთები, მოგეხსენებათ ღამურები, ეგრეთ წოდებული, ანუ ბუს უწოდებთ ჩვენ მათ თავისი ენერგო მიდრეკილებების კუთხით, ღამის პირველი საათიდან ღამის პირველ საათამდე და 46 წუთამდე. ესე იგი ამ 45 წუთში. მithumetes თუ ასეთი ადამიანები მძღოლები არიან, ქვეითად მოსიარულეები, განსაკუთრებული სიფრთხილეა, იმიტომ რომ ჯერ უკვე დაღლილობა ეჩასთავდა. მეორეც ერთი ამ პერიოდში ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში. შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. და სამშაბათს 18-ში იღავით ყურადღებით. სხვის მიერ დაგებულ ხაფანში არ გაებათ, რისი ტენდენცია მაღალია. დღის პირველ ნახევარში ბედიბლის გაუმჯობესების შანსები გაიზრდება. ესეც გაითვალისწინეთ, საღამოს კი მოემატებს უფრო დეპრესიული ტენდენციები, ხასიათისა, მოტყუების თელობა, სხვა სტუნებები, შეიძლება ქრონიკული დაავადებებიც კი გაამწვავდეს და საერთო ჯამში სამაგეროდ სამშაბათს პარტნიორთანებში მოემატებს სულიერი ერთიანობა, გულახდილობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება სამშაბათს შარცასკეცო რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. თუმცა სამშაბათი, ოთხშაბათი კარგი დღეებია თვით შემეცნებისა და საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად. და ასევე კარგი დღეებია შეშუის მანქანის ყიდვა გაყიდვისათვის. ამისაც მეაქცევთ ყურადღება. და ხვალ კარგი დღეა მორიელის თხისქას თევზების ზოდიაქოს და უბრალოდ სამშაბათს მორიელის თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის აი სამშაბათი კარგი დღეა. 19 რიცხვი ეს უკვე არის ოთხშაბათი დღე 19 ნოემბერი. ну ჯერთ გეომაგნიტური, ესე გეომაგნიტური ციტესის დღეები, როდესაც ნეგატიური გეომაგნიტური ენერგიები მეტროვნებს უქმნიან ადამიანთა გულსის და რუან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავისთავად შეიძლება გახდეს მიზეზი თავის კივილების უგუნებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლენებების ამ შემთხვევაში მეტად გამოიყენეთ აუცილებლად წამლების პროფილაქტიკა და მეტად დაისვენეთ თუ წნევის ასე ვთქვათ პრობლემები მაიჩინონ თავი, იჩინოს თავი ამ კუთხით მოდით ვიყოთ ყურადღებით და 19-ში საინტერესო მოვლენა, იმიტომ რომ გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური ხო 19-დან 12 დეკემბრამდე ასევე განასხვავებს მორიელის ზოდიაქოში და მეტად განავითარებს ადამიანებში ინტუიციას, ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, ნებისყოფას, მოთმინებას, მებრძოლ სულისკვეთებას, შრომის უნარიანობას და აღნიშნოთ, რომ ესე იგი 19-ში ოთხშაბათს ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ისევ და ისევ ზონა, რომელიც უკავშირდება შარცასკეცო რეპროდუქტულ სისტემას. და ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში სასურველი არ იქნება სასურველი. ოთხშაბათი ყველაზე კარგი იქნება კუროს, კერჩხიბის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ხუთშაბათს მივადეკით, ეს უკვე 20 რიცხვი, ანუ მოგეხსენებათ, რომ ხუთშაბათს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, მძიმე დღეა და თან აქვე, ამიტომ რადგან ახალმთვარეობა უკვე გეომაგნიტურია ეს დღე და ამიტომ ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით დისკომფორტის შექმნას უწყობს ხელს. თან მივაქცევთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს 20-ში, ესე იგი, ეგ იწყებს ამოქმედებას დღის 13 საათიდან 25 წუთიდან და 14 საათამდე 27 წუთამდე გასტანს იგი. ნუ ფაქტობრივად 1 საათია. ეს 1 საათი შეიძლება აღმოჩნდეს სავსებით საკმარისი ტრავმულ აღრეული ტენდენციებისათვის. ამიტომ ზღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს 13 საათიდან 25 წუთიდან 14 საათამდე 27 წუთამდე 20 ნოემბერს ხუთშაბათს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
აქ ყურადღება არ მოადუნოთ, რათა ტრავმატული დანაცების წინაშე არ აღმოჩნდეთ. მით უმეტეს თან დღე გეომაგნიტური და თან ახალმთვარეობა. ანუ მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ხუთშაბათს მორიელი ზოდიაქოს ნიშანში მეტად განაპირობებს ადამიანში აგრესიულ დეპრესიულ გამოვლენებებს, ცუდ აზრებს, შინაგან შიშებს, კონფლიქტებს, წყენას, ეჭვიანობას, ასევე სამაგიეროს გადახდის სურვილს, ტრავმატულ ტენდენციებს, აგრესიის და სხვა ცნებების შესტომების დაშვების ალბათობას, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციას მოემატებს. რის ჯგუფში იქნება შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა. და ამიტომ ვიღოთ ყურადღებით. აკონტროლოთ ემოციები ხუთშაბათს, სარკასტული გამოთქმები საკუთარ თავში, ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, ეცადეთ დღე მშვიდად გაიარეთ. ილოცეთ და დაულოცეთ ყველა. აი ეს კარგია. კარგია პატიება და შერგებაც. ამისთვის კი, მაგრამ ინფორმაცია ნებისმიერ უნდა გადაამოწმოთ. თუ აქ შესტომების დაშვების ალბათობა მოიმატებს. და ხუთშაბათს 20-ში, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება კუროს, მორიელის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებს. აი განსაკუთრებით აკონტროლეთ თქვენში ნევროზულობა, გაღიზიანება და წყენა. ეს ყველას მოემატება, მაგრამ ამ სამ ნიშანში იქნება განსაკუთრებით თვალში საცემი. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასკესო სისტემა, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში ხუთშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხუთშაბათი ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე პარასკევს, პარასკევი 21 რიცხვია ნოემბრისა და აქ რასაკვირველია წინა დღის ახალმთვარეობის შემდგომ მაინც ცოტა გარკვეული სიფრთხილე გმართებს განსაკუთრებით გზაში. და განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. აქ მეტად აკონტროლეთ წნევა, მოერიდეთ მჭრელ საგნებთან ურთიერთობას, დაიცადეთ სიმშვიდე, დაერდანით ოპტიმიზმს, იუმორს, ინტუიციას. აი კარგია მეტად პარასკევს შემოქმედებითი მუშაობა, რწმენის გაძლიერება საკუთარ თავში. ახალი გეგმები კი აუცილებლად უნდა იყოს გასაიდუმლოებული. პარტნიორ ურთიერთობებში მოიმატებს ასევე მრავალსიტყვიანობა, ცარიელი მრავალსიტყვიანობა და ასევე სარკაზმი. კარგია პარასკევს სუნთქვეთი ვარჯიშების ჩატარება, ეს ძალიან ასე ვთქვათ გააძლიერებს ორგანიზმს, მაგრამ მოერიდოთ მშენებლობას, ყურების გახვრეტას, სისხლის გადასხმას. აი ამ მხრივ პარასკევი არ ვარგათ. არ ვარგა და ქუჩაში განსაკუთრებით გააკონტროლეთ ცელქი ბავშვები. მათ ცელქობა ერთი-ორად მოემატებს ამ დროს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნავლის ბუშტი, საზარდული მენჯ-პარძახის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში პარასკევს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ლომთათვის და მერწყულთათვის. მივადექით შაბათ დღეს, ეს უკვე არის 22 ნოემბერი, გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ტენდენციები ამ დღისა ისევ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი ისევ თავის ტკივილების, გონებობის, საწნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა და აგრეთვე გამომდინარე, ესე იგი წნევის პრობლემა თუ იქნა, თქვენც რა უნდა ქნათ, გამოიყენოთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები, რათა წნევა მოიყვანოთ ნორმაში და უკეთ იგრძნოთ თავი და აქედან გამომდინარე მშვიდად და კარგად გაატაროთ ეს დღე. ეხლა 22-ში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შაბათს მზე ერთი თვით გადაინაცვლებს შილდოსნის ზოდიაქოში და ამ ზეგავლენის შედეგად მეტად გადავითარებს ადამიანებში. აქტიურობას, კომუნიკაბილურობას, განმახვილობას, უშარმებს, სულისკვეთებას, ორგანიზატორულ მონაცემებს, ოპტიმიზმს, მოგზაურობისადმი განსაკუთრებით ვიდრეკილებას, თუმცა სულსწრაფობა და უღერათობას ვერ მოიმატებს. ეს ტენდენციებიც არის, ზოგჯერ გადამეტებული აზარტიც შეიძლება თვალშისაცემი გახდეს. თვით შაბათს რაც შეეხება აკონტროლეთ აქ სიტუაციის განვითარების მსვლელობა, სიფრთხილე გმართებს მჭრელ საგნებთან, სამაგეროდ კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ბიზნესში შესაძლებელია რაღაც გარკვეულმა შეფერხებებმა ეჩინონ თავი შაბათს და ზედმეტ ამბიცია შესაძლებელია ასევე კონფლიქტები გამოიწვიოს, ესეც გაითვალისწინეთ. და განსაკუთრებით კარგი იქნება თუ მეტად გამოავლენთ გულუხვობას. მით უმეტეს უპროსთაობასთან ურთიერთობების კუთხით. ამავდროულად პარტნიორ ურთიერთობებში შესაძლებელია იმედგაცრუებასაც გქონდეს ადგილი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნავლის ბუშტი, მენჯ-პარძახის ძვალი და საზარდული. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში ისევ და ისევ შაბათს არ იქნება სასურველი უდავ და კიდევ ერთი რამ კარგია ეს დღე ვისთვის, სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის. ეხლა რა მივადექით უკვე კვირა დღეს, კვირა ეს არის 23 უკვე რიცხვი ნოემბრისა და აქ ჩვენ ისევ ღამის საათებში მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს, ღამის პირველი საათი და 59 წუთიდან
ამის 2 საათამდე 55 წუთამდე გასტანს იგი და აი აქ მithumetes ზღოლებს ქვეით ატმოსფერული ჩერდება განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ ტრაულ ავარიული პერიოდია. ნუ ახსენებათ ადრეულ პერიოდში მე ასე დროს საერთოდ ღამე თუ ხდებოდა ესეთი უკურსო მთვარის პერიოდი საერთოდ არ ვახსენებდი, იმიტომ რომ ქალაქს პრინციპში ეძინა. ეხლა ღამე რო ნახოთ, ნუ აი ესეთი გრიალია, რომ დღე არ არის მე მგონი და იმდენი მანქანებია და ხალხი, ამიტომ ახლა მიხდება ღამის ასე ვთქვათ, მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდების ჩამოთვლა. კარგი დღეა, შემდეგ კვირა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, დალაგება დასუფთავებისთვის, გზავრობა მოგზაურობისთვის, მოემატებს აქ ცოტა გაღიზიანება, ტრაუმატული ტენდენციების ალბათობაც არის დამხრივაც ცოტა ყურადღებით საჭესთან. აი განსაკუთრებით აქ კარგია მაგალითად ახსარება, ზიარება, ლოცვა, ეფექტურია კუჭნაზლავის, მკერდის მკურნალობა. ამავდროულად ვთქვით დავუშვით, რომ კარგია მავნეჩვეებისგან განთავისუფლება, აი მათ შორის თამბაქოს წევლებსაც ეს რას ვქვილია ეხება. თუმცა ძალიან კარგია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, მაგრამ კვირას მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს ენზიმების აწევას აი მხრივ პერიოდით ნამდვილად არ არის სასიკეთო, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეულმა ასე ვთქვათ რადიკულიტის ტენდენციებმა მეტად იჩინონ თავი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები და დადებითია შემდეგ კვირა ქალწულის, მორიელის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. და ეხლა უკვე ჩვენ მოგვისტრო ფაქტობრივად სარეკლამო ტიხარმა, ჩვენ ახლა ცოტა ხნით გავალთ რეკლამაზე, ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს და მე გავაგზავნებთ უკვე ჩვენს ასტროლოგიურ მიმოხილვას, ეხლა კი ჩვენს ეთერშია რეკლამა. ოფლი და ჭუჭყი თქვენი დღის ნაწილია, მაგრამ ის არ უნდა იყოს შენი კანის ნაწილი. ახალი Gillette Max 3 ჩარქოლი თავისი აქტიური ნახშირის შემადგენლობით ასუფთავებს კანს ჭუჭყისგან, ყოველდღიურად სუფთა ბარსვისთვის. Gillette საუკეთესო რამ, რასაც მამაკაცები იღებენ. სადე მომგებიანი დიდი შეფუთვა მთელი წლის ბარსვისთვის. ახლა კი სადილის დროა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები ჩვენს ხელებზე ყოველდღიურად არიან. მოდი ვიყოთ სუპერგმირები და ერთად ავამარცხოთ ისინი. დააჭირეთ თხევად სეიფგარდს. საგულდაგულოდ აიქაფეთ ხელები. ნახეთ, თხევადი საფრის კაფი რამდენად სქელია. მისია შესრულებულია. სეიფგარდი ახლა უფრო დიდ შეფუთვაში 195-მდე დაბანა ბაქტერიების წინააღმდეგ. თმა დატკეპნილი და ცხიმიანია კონდიციონერის გამოყენების შემდეგ, უკვე აღარ. ახალი პანდენის კონდიციონერი თმის აღდგენა და მძიმების გარეშე. ჩვენი პროვი ფორმულა კარგად შეიწოვება თმაში და აღადგენს მას თმის დამძიმების გარეშე. ცხიმიანობა და სიმძიმე აღარ არის, ამიტომაც მისი გამოყენება ყოველი დაბანისა შეგეძლიათ. 100%-მდე უფრო ძლიერი, შესამჩნევად უფრო ჯანსაღი თმა. პანდენი. შენი მშრალი თავისკანი უბრალოდ გამომშრალი არ არის, ის დაზიანებულია და ჩვეულებრივი დამატენიანებლები არ იმოქმედებს. შენ გჭირდება თავისკანის ექსპერტი. ის ინარჩუნებს ტენიანობას 72 საათის განმავლობაში. დაატენიანეთ თქვენი თავისკანი პროფესიონალივით Head and Shoulders Derma X Pro-s საშუალებით. დგენს თმის სტრუქტურას მოლეკულურ დონეზე. 100%-მდე რეგენერირებული თმა. და არასოდეს ყოფილა ასეთი ცოცხალი. ახალი Pantene Molecular Bond Repair სერია. ბავშვებმა უკეთიციან, როგორ გამოსცადონ ჩვენი საფენის კომფორტი. ახალი Pampers Premium Care უზრუნველყოფს ორმაგ დაცვას და მყისიერ შეწოვას. ეს ეხმარება მათ კანს 100%-მდე კომფორტის შენარჩუნებაში და ჩვენი ახალი შემაჩერებელი ჯიბე ხელს უწყობს გაჟონვის შეჩერებას. კანის კომფორტი დამტკიცებულია ბავშვების მიერ. Pampers Premium Care. ო, მერტ, შემოდი. შენი Head and Shoulders-ი აქ არის. Head and Shoulders-ი? არ ვიცოდი ქერტლით თუ გქონდა. არ მაქვს. ასეთი მბზინავი და რბილი თმა? შენ ალბათ სხვა რამეს იყენებ. არა. ის ახლა უკვე 2-1-შია. ახალი Head and Shoulders-ი 2-1-ში. Head and Shoulders-ი ქერტლისგან 100%-მდე დაცვა, მბზინავი და განსაკუთრებულად რბილი თმა. ნაუჯერებელი სურნელი აქვს. შემოპარული. მეგობრებო, ეს ვიპოვნე. ეს არის ახალი Old Spice-ის დეოდორანტი, რომელიც 24/7 ძლებს. არ შეიძლება ვინმე სურნელიამდე ხანს დარჩეს. მე ცხენ თევზაზე ვარ.
Ჩვენ კვეთერში ვარ ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ და ვსაუბრობთ კვლავ და კვლავ ასტროლოგიაზე. ვსაუბრობთ იმის შესახებ, როგორ იყო უახლოესი ერთი კვირა, როგორ იქნება უბრალოდ უახლოესი ერთი კვირა, ანუ საუბარი აქვს 17-23 ნოემბრის შუალედზე და ახლა უკვე სხვა თემებსაც მივხედავთ ამ კვირისა, თუმცა იქამდე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ დღესაც გქონდა ძალიან საინტერესო დილით საუბარი ამერიკასთან, ნიუ-იორკთან, ჩვენ ერთ-ერთი ასე ვთქვათ თანამემამულე დამიკავშირდა და ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, მაგრამ ყველა საინტერესო იყო ჩემთვის რა, რომ ესე იგი, დაახლოებით 15 წელია მაინც თქვა რაც სასულია საქართველოს, თუმცა დრო-დრო ჩამოდის. მაგრამ ყველა საინტერესო ის იყო, რომ მოიარა ესე იგი ჯერ ევროპა. ეხლა ამერიკაშიც არის უკვე რამდენიმე წელიწადია და თუ ევროპაში ახლა ისეთ მეტნაკლებად ცნობილი ასტროლოგები იყვნენ, რამდენიმესთან იყო. ამერიკაში 3 ასტროლოგი მოიარა ჯერჯერობით და მათ შორის დემი მურის ასტროლოგთანაც იყო და უკვე დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და მის პირადად რუხასთან დაკავშირებითაც ჰქონდა საუბარი ონლაინ და შესაბამისად იყო ძალიან საინტერესო მისი საბოლოო დასკვნა. როგორც იქნა მივაგენი და გავიგე რა ხდება, რა მჭირს და რატომ მჭირს. ესე იგი, რამდენი მელაპარაკნენო, ვინ არ მელაპარაკავ, მათ შორის საქართველოს შევხვდიო ვიღაცებს, ევროპა, ამერიკა და კი ის რაღაც საინტერესო ამბები იყო, მაგრამ ესე გასაგებად თუ მოკლედო და სხვა საინტერესო კითხვები ჰქონდა. მათ შორის მაგალითად რატოა რომ მან იპოვა ადამიანები, რომელიც მასთან ერთად დაიბადნენ ზუსტად იმ დროს თბილისში და იყო უბრალოდ პატარა განსხვავება დაუშვათ საათში. დანარჩენი იყო ერთ და იგივე. აბსოლუტურად სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ მოვლენისადმიო. და რით არის ეს გამპირობებული? ესეც ყველაფერი აუხსენი, გავაგებინე, აბსოლუტურად კარგად ჩაწვდა ამ ინფორმაციას და ამდაგვარი საინტერესო კითხვები ჰქონდა მას. მათ შორის რელიგიური, ფილოსოფიური, სხვა შორის მინდა გითხრა და მრავალ თემებზე ვისაუბრე და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს, რომ ადამიანი გაერკვა, გაიგო, იმიტომ რომ მე ეს ვიცი, კარგად შემოკარგება, იმიტომ რომ სანამ მე გავხდებოდი ასტროლოგი, მე მქონდა თავის დროზე, რომ მაინტერესებდა ეს თემატიკა და მიხდებოდა ზოგჯერ ხან მკითხებთან, ხან დაუშვათ იქ ყავაზე მკითხაობა, ცალკე იქ ხან ტაროს სპეციალისტებთან, ხან მოსკოვში, ხან თბილისში, ხან-სად, ერთ სიტყვით და მათ შორის ზოგიერთ ასტროლოგთანაც კი, მათ შორის რუსეთში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კარგად მახსოვს, რომ ბევრ საკითხზე რჩებოდა რაღაც უკმაყოფილება. ან რაღაცებს ვერ ვიგებდი, მაინც კარგად, იმიტომ რომ ახსნა არ იყო შესაბამისი და ასე შემდგომ და რაღაც უკმაყოფილების მომენტები კარგად მახსოვს. ამიტომ ახლა როცა ამდაგვარი ინფორმაცია მოდის და ადამიანს აინტერესებს უკვე კარგად წვდები რა უნდა მას და რატო ვერ იგებს. ესე იგი რა არ ითქვა ისე, როგორც საჭიროა. და აქედან გამომდინარე ვცდილობ რომ ახლა როცა მოდის მაგალითად ჩემთან ადამიანი პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, ესე იგი უნდა რომ მომიყვეს ყველაფერი, დაუშვათ იქ ვის როდის დაშორდა, იქ ვინ როდის შეიყვარა, ოჯახი როდის შექმნა, იქ დეტალები, რომ მე ვიყო ინფორმირებული და თან ამის გარდა, ესე იგი მას უნდა რომ 1000 რაღაც ახსენდება ლაპარაკში და უნდა რომ ყოველთვის თავიდან ვეუბნები, თუ შეიძლება, ესე შევთანხმდეთ ერთ რამეზე. არაფერი არ მომიყვეთ. აბსოლუტურად მე მოგიყვებით ყველაფერს 2 საათი მოითმინეთ, კარგად გაიაზრეთ, რასაც გეუბნები და ბოლოში თუ კითხვა გეკნებათ, იმ კითხვებზე გიპასუხებთ. და სხვა შორის მე და ონშორო ეს ძალიან კარგად ჭრის ეს მეთოდოლოგია, უფრო მეტიც ზოგი მოდის დავთრით. აქვს 1, 3, 4 ფურცელი გავსებული, ზოგს მობილურში აქვს კითხვები უამრავი, რა კითხვა უნდა დამისვას და როცა ჯერ დაწყებული არ გვაქვს, უკვე იწყებს კითხვებით. აქაც ვთხოვ, რომ მოითმინეთ, ჯერ მე ვილაპარაკებ და ბოლოს თუ კითხვა გვექნება, დავთარი ხო არ გაიქცევა არცად. მე რა ჩახედე და კი ბატონო. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბოლოს კითხვა არ გექნება და ზუსტად ესეა. მე რამდენი ადამიანი იყო, რომელსაც ბოლოსში გადახედა მთელ თავის დავთარს და მითხრა, რომ აბსოლუტურად ამოწურეთ ყველაფერი, არანაირი კითხვები არ მაქვს. ეს ხდება ჩვეულებრივად რატო ახლა? იმიტომ რომ პრაქტიკა ძალიან ბევრს ნიშნავს. მრავალი წელია მე ასტროლოგიით ვარ დაკავებული და რაც თორე ძალიან კარგად მახსოვს თავიდან მე რა მაინტერესებდა ასტროლოგიაში, რიც ინტერესებია და ხა პრაქტიკას კიდე გვიჩვენებს საზოგადოებას რა ინტერესებს ძირითადად, ხო? ეს ყველაფერი უკვე მასდევს იმის საშუალებას, რომ ამ 2 საათში ჩავდიო ყველა ეს ინფორმაცია, რომელიც ადამიანს აინტერესებს. ამიტომ ბოლოსში მას უბრალოდ კითხვა არ რჩება.
მიხოთ იმის რომ აი დავთრებით იმებით მოდიან მაგრამ ვაღარ აქვს კითხვა იმიტომ ყველაზე ყველაფერზე უპასუხე და შესაბამისად ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ასევე მისი ასეთი აღიარება რომ აიმდენი ასტროლოგის მერე აღიარა რომ როგორც იქნა გავაგებინე რა უნდა და რას ეძებდა ამ ცხოვრებაში და ეხლა გავიგე რა მაქვს შესაძლებელი და რა უნდა გავაკეთო მაგრამ სიმართლე რომ ზოგიერთი ასტროლოგის მაგივრად მე მწვენია იმიტომ რომ ისეთ ელემენტალ რაღაცებს არ ეუბნებიან და განსაკუთრებით ძალიან ცუდავენ კარმულ ასტროლოგიაში შემოკარგებოდა მით უმეტეს თუ ადამიანს აქვს ენერგო დაბინძურება ან საგვარეულო ხაზით ან შავი მაგის ხაზით ძალიან ბევრი ან ვერ ხედავს ან უბრალოდ არ იცის ან არ ვიცი ასტროლოგებს რა დავუქვა ამ შემთხვევაში მაგრამ საერთოდ არ ეუბნებიან ამას და როგორ შეიძლება ადამიანი თუ არ გააგებინე ადამიანს საიდან ხდება აქ დაბინძურება სულისა და რა უშლის ხელს ზოგს გათხოვებაში ზოგს თანამდებობის დაკავებაში ზოგს ბიზნესში და შემდგომ ეს ძირითადი მიზანი ისტორია აქედან მოდის და ეს თუ ვერ გაარკვევინე გააგებინე ადამიანს და ამისგან განთავისუფლების გზები თუ არ დაუსახე მაშინ ასაკეთებს ასტროლოგი და აქედან გამომდინარე შემოკარგებო ვისაც გაქვს სურვილი ჩემთან დაკავშირებისა შეგვეხმიანეთ პირად ასტროლოგიურ რუკასთან დაკავშირებით შემდეგი ტელეფონის ნომერით 5999152 ვიმეორებ 5999152 დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ ვეცდებით ოპერატიულად სწრაფად შევხვდეთ ერთმანეთს და აი ეს ყველაფერი დავალაგოთ თქვენი კოსმიური მისიაც ვნახოთ და ასე ვთქვათ დავალაგოთ თქვენი შემდგომი განვითარების პროგრამა რომელიც იქნება გაცილებით უფრო წარმატებული ეხლა რაც შეეხება დარჩენ თემას დავუბრუნდეთ ჩვენს ასტროლოგიურ მიმოხილვას ვისაც აქვს ურთიერთობა ფულთან ბიზნესთან მათ საყურადღებოდ აღნიშნავ რომ პერიოდი რომელიც 17 რიცხვიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გასტანს ამ სამ დღეში მაგალითად თუ თქვენ ნამდვილი პროფესიონალი ხართ კარგად გათ ყველაფერი გათვლილი მაშინ ეს მოგცემ საშუალებას რომ ბიზნეს ამ ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან კარგად იმოქმედოთ და ფრია წარმატებული იყოთ 20-21 ნოემბერი იყავით ხილოთ. აი აქ მე არავის არ ურჩევ რაღაც ისეთ მით უმეტეს სარისკო ბიზნეს პროექტებში ჩართვას, ბიზნეს კაპიტალ დაბანდებებს, ინვესტიციებს ეს ორი დღე გამოტოვოთ. დარჩენილი დღეები შეგიძლიათ გამოიყენოთ. რაც შეეხება მოგზაურობის კუთხითაც აქაც მოდი აღვნიშნოთ რომ თლიანობაში პერიოდი კარგია მაგრამ 20 რიცხვი ცოტა ფრთხილად გავიაროთ და პირველი ნახევარი 21-ში აქ ცოტა ტრაუმატული ტენდენციები ცოტა რაღაც უარაღებობის ტენდენციები არის მაღალი და დანარჩენი კვირა ხელს წყობს უდავოდ მოგზაურობას რაც შეეხება სასწავლო პარტნიორულ ურთიერთობებს აქაც 20-21 ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ პატარა გაუგებრობები ზოგჯერ კონფლიქტების ტენდენციები ამ ორ დღეში არის მაღალი, დანარჩენი დღეები ამ ხრივ საკმაოდ კარგია და მაგალითად 19 რიცხვით ჩათვლით, ხვალიდან მაგალითად იდეალური პერიოდია გზნობების გამოსავლენად დაუშვათ, ან დაუშვათ გადასაწყვეტად ქორწინებისა და ასე შემდგომ. ამ ხრივად ძალიან კარგია. ახლა რაც შეეხება მათ ვისაც აქვს განზრახული თმების შეჭრა. აი მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო რომ ჩვენ გვაქვს რეალურად მოდი ესე ვთქვათ 18 რიცხვი ამ კუთხით კარგი და ნაწილობრივ 19 რიცხვის დღის პირველი ნახევარი. აი ეს ორი დღე. დარჩენილი დღეები ნაკლებად, მაგრამ ამ ორ დღეშიც მოდი ერთი რამ გავითვალისწინოთ, შეჭრილი თმები შემდგომ სწრაფად გაიზრდებიან. და ესეც ზოგისთვის აურადღებოა და ესე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. ვისაც განზრახულია კურნალობის დაწყება, აი მათთვის მინდა აღნიშნო, რომ აი ეს პროცესი უმჯობესია კურნალობის დაწყება დაახლოებით 22-ში ან 23-ში განვახორციელო. დარჩენილი დღეები ნაკლებად თუ მაინდა-მაინც შეგიძლიათ კიდე ხვალ 17-ში დაიწყო. დარჩენილი დღეები არა. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, ამ თვალსაზრისით მაგალითად 18 რიცხვი კარგია, აქ შეიძლება სამსახურის შეცვლა და 20 რიცხვი გამოვტოვოთ, 20 არ ვარ გადარჩენილი დღეები საშუალო ამ კუთხით. ხელშეკრულებების დასადებად აქ კარგია მაგალითად 17, 18, 21 ნოემბრის დღეები და არ ვარ 19 და 20 ნოემბრის დღეები და რიცხვები. ხელშეკრულებების დასადებად აქ უბრალოდ ქორწინებისთვის მოდი ასე ვთქვათ, ქორწინებისთვის კარგია 17 რიცხვი. ასევე გამოდგება უკვე ასე ვთქვათ 21 რიცხვიც დარჩენილი 20 რიცხვი გამოტოვოთ, აუცილებლად 19-იც მაინდა-მაინც არა. დარჩენილი დღეები საშუალო. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველას კარგი იქნება 18 რიცხვი. არ ვარ 19 და 20 ნოემბრის დღეები.
დარჩენ დღეების საშუალო. ამიტომ თუ ვერ ახერხებთ კარგეს, აი ნეგატიური გამორიცხოთ და აი დარჩენ დღეებით შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ. შენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის, ну, მოდი ავშოთ რომ 17 რიცხვიც კარგია და შემდგომ უკვე 22 რიცხვიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ 20 რიცხვი არ ვარ გა, 19-იც მაინდა-მაინც არ არის სასურველი. სხვილი საღიდლებისთვის ყველაზე კარგია 21 რიცხვი და 19 რიცხვიც არ არის ცუდი, მაგრამ 20 გამოვტოვოთ არ ვარ გა. სასამართლო პროცესებისთვის 17 რიცხვი, კი ბატონო, მისაღებია 19-20 არ ვარ გა. აი ეს ტენდენციებია სწორედ ამ პერიოდში, უახლოეს კვირაში და ახლა შეხება უკვე საფინანსო რიტუალებს. იცით თქვენ ეს რიტუალებია, რომლის ხელობისას ასე ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ გარკვეული, ასე ვთქვათ, ინფორმაცია გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს რა მითითება იმაზე, თუ რა მოქმედებები თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ ფინანსური ენერგია, ანუ ფინანსური ეგრეგორი და მოიზიდოთ იგი. რაც შეუძლებს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რა მოქმედებები პირიქით განიზიდავენ მას და ფინანსურ სირთულეებს უფრო მეტად შექმნიან. აი ხვალ 17-ში, მოდი დღეიდან დავიწყოთ 16 დღეს მაგათად კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება. ეს ხელში უწყობს ფინანსების მოზიდვას, მაგრამ სხვის ფულს დღეს ნუ გადაითვლით, თქვენი ფული წავა მერე. ხვალ 17-ში კარგია ასევე ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება, თუ ძალიან კარგად არ იქნება მოფიქრებული ეს საკითხი და თვალს სფეროში პროფესიონალი არ მუშაობს. მაშინ ჯობია თავი შეგებავთ. 18 ნოემბერს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. 19 ნოემბერს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ეს მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ არ ვარგა ვალის გასტუმრება ეგ პირიქით, მეტ ფინანსურ პრობლემებს შექმნის შემდგომ. 20 ნოემბერს აქ კარგია ვალის დაბრუნება და აქ მოდი ასე ვთქვათ, ცუდი არ იქნება ასევე ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 21 ნოემბერს სხვათათვის დახმარების გაწევა. აი შემდგომი თქვენი ფინანსური წარმატების ფაქტორი იქნება. არ ვარგა 21-ში საათის შეძენა და სხვის საფულეში ჩახედვა. ეს თქვენი საფულედან წაიღებს მერე თანხას. 22 ნოემბერს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში აღება ან გაცემა. აი ამ ხრივ შევიკავოთ თავი. ეს საფინანსო რიტუალები და ჩვენ კიდევ დაგვრჩა ახლა სასაუბროთ ანგელოზის დრო. ანგელოზის საათი, იცით თქვენ ეს დროა, რომლის სრულობისას თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს მფარველ ანგელოზთან და გააგებინოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. რა თხოვნა თქვენი ადეკვატურია და იმსახურებთ თქვენ ამ თხოვნის რეალიზაციას, მაშინ ის რეალიზდება. თუ არა და მაშინ არ რეალიზდება. თუმცა გაგებით, გააგებინებთ მფარველ ანგელოზს რა გნებავთ. და ამავდროულად ეს პერიოდი კარგია ლოცვისთვისაც. ანუ რა პერიოდებია? აი მაგალითად დღეს უკვე გავიდა ეს დრო, ხვალ მაგალითად 17-ში ანგელოზის საათი იწყება 12 საათიდან 45 წუთიდან 13 საათამდე 33 წუთამდე გასტანს იგი. შემდეგ 18-ში 13 საათიდან 45 წუთიდან 14 საათამდე 32 წუთამდე. 19 ნოემბერს ანგელოზის საათი იწყებს ამოქმედებას დღის 12 საათზე 50 წუთზე და დღის 13 საათამდე 40 წუთამდე გასტანს. 20 ნოემბერს 14 საათიდან 15 წუთიდან 15 საათამდე 11 წუთამდე გასტანს. 21 ნოემბერს 13 საათიდან 22 წუთიდან 14 საათამდე 14 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. 22-ში, მოდი ასე ვთქვათ, 22-ში ჩვენ 11 საათიდან 45 წუთიდან 12 საათამდე 42 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო და 23-ში 15 საათიდან 12 წუთიდან და 16 საათამდე 7 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. და აქაც მე სხვა შორის 23 ნოემბერი დამოვიწყდა მე თქვა თქვენთვის საფინანსო ასე ვთქვათ რიტუალებთან დაკავშირებით 23-ში კვირას კარგი ინვესტიციების გაკეთება. აი ესეც დავითვალისწინოთ, რათა მოვიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი. ეს ძირითადად ჩვენი ეს ვთქვათ თემატიკა იყო. ახლა მე უკვე გადავდივარ იმ თემაზე, რომელიც დავიწყე უკვე რამდენიმე გადაცემის წინ და დღეს დავასრულებთ ამას. ჩვენ ვსაუბრობდით ნუმეროლოგიაზე, რიცხვებზე, მათ მნიშვნელობაზე და ასე შემდგომ. ნუ წინა გადაცემა 7-იანზე ვისაუბრეთ, ახლა უკვე 8-იანის დროა. 8 ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასახსნელი ციფრია, თუ შეიძლება ესე ითქვას, მისი ფორმაც კი ორი ერთმანეთზე დადებული სფერო მიგვანიშნებს მის გაეორებაზე.
ორი სამყარო, სულიერი და მატერიალური გაერთიანდა ამ ციკლში ორ დამოუკიდებელ ერთეულად, ორ სფეროდ. რვიანი საგნების საყოველთაო წონასწორობა, ურთიერთსაპირისპირო ცნებების ანალოგიების ჰარმონიაა. ეს არსებობის ყველა სფეროს, ყველა სტიქიის და თვისების ერთდროული სრულყოფილებაა. ანტიკურ ხანაში რვიანი ითვლებოდა მართლსაჯულების რიცხვად, რამე თუ იყოფოდა ორ თანასწორ სიმეტრიულ ნაწილად. ამგვარად იგი იყო ბერიგბლის არსებობისა და გარკვეულწილად სხვადასხვა მნიშვნელობის სიმბოლო, როგორც ცალკეულ ადამიანის ცხოვრებაში, ისევე ერებთან და მოვლენებთან დამოკიდებულებაში. რვიანის ორნაწილად დაყოფით 8+4+4-ს ვღებულობთ, რომ 4-იანი უპირისპირდება 4-იანს, ანუ ფორმას, ავტორიტეტს, შეგუებას. ეს ის ერთმანეთისაგან გამომდინარე მოვლენა, რომელიც თანსდევს ერთმანეთს და ხდება გარდაუვალი. მაგალითად, თუ ვინმეს აწყენეთ, მოგიწევთ მას ბოდიში მოვხადოთ, ან თუ დაარღვიეთ კანონი, მოგიწევთ პასუხი აგოთ ჩადენილის გამო. თუ დაარგეთ ხე, იგი გაიზრდება და მოგცემთ ნაყოფს და ასე შემდგომ. რვიანი კარმის განზოგადებული ფორმულა, ანუ ადამიანის პირობითი, მაგრამ უზენაესი მართლსაჯულების ფორმულა. გარდა ამისა, რვიანი ითვლება მატერიული წარმატებისა და სიმდიდრის სიმბოლო და ამგვარად აღნიშნავს სიმშვიდესა და სტაბილურობის სრულყოფილებას. და აღნიშნოთ ეს მიიღწევა ასევე რვიანის შემადგენელი ციფრების დაშლითას. თუ დავაკვირდებით, მისი შემადგენელია 8+4+4+2+2+2+2+1+1 და შემდგომ. მოდით ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში აქ ეს ტოლობა ორმაგი, ოთხმაგი და რვამაგი წონასწორობის მაჩვენებელიც არის. 8-ზე და მისი სიმბოლო 8 კუთხედით ძალზე დიდ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთის ქვეყნებში. რვიანი ეგვიპტურ ღვთაება ტოტის, გეომეტრიისა და ციფრების გამოგონებლის ჰერმეს ტრისმეგისტის, ასევე ბუდას 8 გზის ციფრია, რომელიც სამყაროს უსასრულობას გამოხატავს. ეზოთერიკაში ეს იმოსტატის მიზნის ციფრია, რომელმაც უკვე განვლო ჭეშმარიტებისკენ მომავალი გზა, 7 გზა და აიარა ცოდნისა და გამოცდების 7 საფეხური, რათა მიეღწია სული სრულყოფილ რითმამდე და 64-მდე. თანამედროვე ბიოენერგოინფორმატიკა აღიარებს ადამიანის სხეულზე ძირითადი ენერგეტიკული კვანძების არსებობას, რომელთა რიცხვი 8-აა. მათ ჩაკრები ეწოდება და მათი მეშვეობით ადამიანი ინარჩუნებს სიცოცხლისა და ქვეითუნარიანობას. აქედან 7 ჩაკრა უშუალოდ სხეულზეა, ხოლო მესამე გენგრეხოზე, თავის სულ ზედა უმაღლეს წერტილში. 8 ქიმიანი ვარსკვლავი სამყაროს რეალობისა და უნივერსალურობის სიმბოლოა. ეს სიცოცხლის გზაზე უდიდესი გამოცდაა. ეს დრაკონია, რომელიც უნდა დაჭებნოს ადამიანმა, რათა გაიაროს თავისი გზა მიზნისაკენ. რვიანი მორიელის ნიშანია. 8 ქიმიანი ვარსკვლავი შედგება 2 ერთმანეთის გადამკვეთი კვადრატისაგან. იგი საკუთარ თავში მატერიალურის დაძლევის, განდგომის, მარხვის, გადარჩენისთვის ტანჯვის სიმბოლოა. ეს განდგომილის გზაა. ამგვარად რვიანი წარმოადგენს ჭეშმარიტების მიღწევის, ნეტარების მიღწევის, საიმედოების, სრულყოფილების, მართლსაჯულების, იღბალის, ფატალურობის სიმბოლოს. რაც შეეხება ახლა ცხრიანს, ცხრიანი საყოველთაო წარმატების სრული სრულყოფილების სიმბოლოა. იგი ელემენტარული ციფრებიდან უდიდესია და მოიცავს მთელ ცხოვრებას დასაბამიდან დასასრულამდე. მის სხვა ხარისხით განახლებამდე იგი აღწერს ერთ მთლიან წრეს 360 გრადუსს. მასში ყველა ციფრის თვისება 1-დან 9-ს ჩათვლით. იგი 3 სამიანის ჯამია, რაც არ ამყარს 3-იან 3 სიმყარეს აძლევს. მისი სიმბოლო 9 ქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც შედგება 3 სამკუთხედისგან, რაც 3 სამყაროს სრულ სურათს ასახავს. ცხრიანი ყველა აზრის, ყველა სიტყვის, ყველა ქმნილების, შემოქმედებისა და ფორმის სიმბოლოა. გამოხატავს ღვთიურ იდეას მთელი თავისი უზენაესობითა და დიდებით. ცხრიანი მოიცავს არა მარტო დაბადებას, ზრდას და ასევე სიკვდილს, არამედ გარდასახვას და აღორძინებასაც. მისტიკაში ეს უმაღლესი გონებრივი და სულიერი აქტიურობის სიმბოლოა. იგი ფიზიკური სახეა სულიერში და სულიერი სახეა ფიზიკურში. ცხრიანი ფიზიკური და მატერიალური სამყაროს ძალა, ენერგიაა. ამბიციაც არის, ლტოლვაც არის, თავმოყარეობაც არის, ლიდერობისკენ და ძალაუფლებისკენ სწრაფვაც არის. იგი ის ლითონია, რომლისგანაც იარაღი მზადდება. ცხრიანი იმ საქმის სიმბოლოა, რომელიც ვერასოდეს განადგურდება. ნუ ახლა აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მაგალითად იგივე თუნდაც 9 ტალღის შემდგომ ზღვაზე ხა შემჩნევიათ. მე-10 არ მოდის, მოდის პირველი. ანუ მე-9 არის ყველაზე დიდი, მერე მოდის დაბალი. მერე ისევ ეს ნელ-ნელა მატულობს და მე-9 ტალღა არის ყველაზე დიდი. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ თავდება 1-დან 9-ს ჩათვლით. აი ეს რიცხვების მნიშვნელობა და შემდგომ იწყება ახალი ფორმაცია, ისევ პირველიდან 9-ს ჩათვლით. ასევე მაგალითად აი ქალი როცა მშობიარობს 9 თვის
ხდება იგი და ამის შემდეგ იბადება ახალი ფორმაცია, ანუ ბავშვი, ხო? ამიტომ ცხრიანი და ვისაც აქვს ცხრიანი ძირითადი რიცხვი, ესე იგი მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ ცხრიანი მუდმივად ითხოვს სიახლეს. ამ თქვენ უნდა მოიმზადოთ ახალი პირველიდან 9 რიცხვამდე განვითარებისთვის, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე. აი 9 ყოველთვის, ამიტომ ვისაც აქვს ცხრიანი, ის არაძლევს იმ ადამიანს მოსვენების საშუალებას, ადამიანს უნდა იზრუნოს განვითარებაზე, წინსვლაზე, ახალი ფორმაციის დასაწყებად, მისაღებად, გასაგებად და ასე შეგო. ამიტომ ცხრიანი საკმაოდ დაუმშვენი ესეთი რიცხვია, რომელიც ასევე საყურადღებოა. ნუ აი ეს ძირითადი რიცხვები ჩვენ ასეა თუ ისე გავაცნობიერეთ, რას ნიშნავს და ნუმეროლოგიური ძირითადი პრინციპებიც აღვნიშნეთ. თუმცა შემდგომ შეიძლება კიდე ამ თემას დავბრუნდეთ და კიდევ გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ ამასთან დაკავშირებითაც. ეხლა მოდი აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ უბრალოდ სკოლის, ესე იგი ხვალ დილით 11 საათზე ისევ ვნახავთ განმეორებით დღევანდელ ჩვენს გადაცემას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, ასევე ხვალ დილით დაახლოებით 15 წუთი 8 კლია 9-ს უკვე ერთმანეთს შევხვდებით. ტელეემედის ეთერში უკვე 10-20 წუთზე რადიოემედის ეთერში და დილის 10 საათზე უკვე ჩვენ პოსტივის დილის გადაცემა შევხვდებით. არის ხოლმე პოსტივის კიდევ ხვდებით ერთმანეთს ხუთშაბათ დილის 9 საათზე დილის გადაცემაში და ასევე დილით ოღონდ ამჯერად ახლა მაგალითად რუსთავი ორმა ცოტა შეცვალა, რატო არ ვიცი, როგორ იქნება შემდეგ კვირას არ ვიცი, იმიტომ წინა კვირებში მე ვიყავი დილის 9:15 წუთზე, ახლა ვიყავი უკვე 10:15 წუთზე. ნუ სადღაც ესე იგი აი დილის გადაცემაშია პარასკევს ერთ სიტყვით რუსთავი ორზე და ტელეკომპანია ასე ვთქვათ ასევე იმედი რუსთავი ორი გაძლევთ ამის საშუალებას და პირველ რიგში რასკვლელი კავკასია ყოველ კვირა რომ ჩვენ ვისაუბროთ ერთმანეთს და აღვნიშნოთ რომ ასევე კიდევ რადიო აქ ნუ დაგავიწყდება რადიო ფორტუნა ყოველ დღეს სამჯერ გაძლევთ საშუალებას რომ მოусმინოთ ამ ინფორმაციას სხვა შორის ასტროლოგიური ჩემ პროგნოზი ასევე იდება ბეჭდური ასე ვთქვათ ფორმით ასევე YouTube-ზე და Facebook-ზე. აქედან შეიძლება ამას აკეთებს იგივე დაუშვათ რადიო კომპანია ფორტუნა. და ორშაბათის ნომრებში, ახალ ასე ვთქვათ გაზეთებში, ანუ რომელიც უკავშირდება ასეულ-დასეულს და ჟურნალ თბილისელებს, იქაც ამოიკითხავთ ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმ კვირის და იმ დღეების ასტროპროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით ხართ გაფრთხილებული, შეარაღებული და ემედია წარმატებული და ვეცადოთ რომ ეს კვირა აქტიურად გავმოვთ, იმიტომ რომ 20 რიცხვის გამოკლებით, ანუ ხუთშაბათის როდესაც ჩვენ გვაქვს ახალ მთვარეობა, დარჩენი კვირის დღეები პრინციპში საკმაოდ კარგია. ამიტომ ვეცადოთ რომ ეს დღეები გავიაროთ აქტიურად და გარკვეულწილად ჩვენს მიზნებსაც მიაღწიოთ და უფრო წარმატებულებიც ვიყოთ ყველგან და ყველაფერში. ხოლო ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპისა, კი ბატონო, მოგბრძანდით კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ 599-92-52-28. დავსხდეთ, ვისაუბროთ, გავარკვიოთ თქვენი, ასე ვთქვათ, გარმოლემისია და დავსახოთ სწორი გზები, რათა იყოთ უფრო წარმატებული თქვენს და ამით სხვათა შორის მეც გამობედნიერებთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ოფლი და ჭუჭყი თქვენი დღის ნაწილია, მაგრამ ის არ უნდა იყოს შენი კანის ნაწილი. ახალი ჯილეტ Max 3 ჩარქოლი თავისი აქტიური ნახშირის შემადგენლობით ასუფთავებს კანს ჭუჭყისგან, ყოველდღიურად სუფთა ბარსვისთვის. ჯილეტი საუკეთესო რამ, რასაც მამაკაცები იღებენ. სადე მომგებიანი დიდი შეფუთვა მთელი წლის ბარსვისთვის. ახლა კი სადილის დროა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები ჩვენს ხელებზე ყოველდღიურად არიან. მოდი ვიყოთ სუპერგმირები და ერთად ავამარცხოთ ისინი. დააჭირეთ თხევად სეიფგარდს. საგულდაგულოდ აიქაფეთ ხელები. ნახეთ, თხევადი საფრის კაფი რამდენად სქელია. მისია შესრულებულია. სეიფგარდი ახლა უფრო დიდ